გამარჯობათ მეგობრებო, დაგიბრუნდით უბრალო ადამიანი, მორიგი საშიში ისტორიით. იმათვის, ვინც არ არის გარკვეული საშიში ისტორიებში, გეტყვით, რომ ეს კონკრეტული ისტორია არის ეგრეთ წოდებული no sleep-ის ტიპის ისტორია. ვინც არ იცით რა არის no sleep-ი, no sleep-ი არის, ესე ვთქვათ, ნამდვილი ადამიანების მიერ რეალურ ცხოვრებაში დაწერილი ისტორია, რაც გადახდათ. ანუ რეალურად დაწერილი ისტორია არის, მაგრამ ისი არის დაწერილი, თითქოს ეს მათ თავს გადახდათ და ინტერნეტში დაპოსტეს ამის შესახებ, რომ სხვა ადამიანებისგან ესე ვთქვათ დახმარება ეთხოვათ თუ რა ხდება მათ თავს. მოკლედ, იმედია მივხვდით, რაც უგულისხმობთ, თუ ვერ მივხვდით, იმედი მაქვს, რომ ისტორიის წაკითხვის განმავლობაში მივხვდებით. ახლა კი შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ ისტორიაზე ბევრი ლაპარაკის გარეშე, რომლის სრული სახელიცაა ჩემი გარდაცვლილი შეყვარებული Facebook-ზე მწერს. სკრინშოტები მაქვს. არ ვიცი რა ვქნა. ამ პოსტის დაწერა სწორედ ამ საღამომ გადამაწყვეტინა. ახლახან კიდევ ერთი შეტყობინება მივიღე და ეს ყველა წინა შეტყობინებაზე უარესია. ჩემი შეყვარებული 2012 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა. სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას 3 ავტომობილს შორის მომხდარ ავარიაში მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მძღოლმა წითელ შუქზე გაიარა. შემთხვევის ადგილზევე რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. იმ მომენტისთვის უკვე 5 წელი იყო, რაც ერთად ვიყავით. მას ქორწინების იდეა დიდად არ მოსწონდა. ამბობდა, რომ მოძველებულად მიეჩნდა და უცნაურ შეგრძნებას უტოვებდა. მაგრამ რომც მოესურვებინა, ჩვენი ურთიერთობის დასაწყისიდან 3 თვეში ვთხოვდი ხელს. ის სიცოცხლით სავსე იყო. ისეთი გოგო, რომელიც ყოველთვის მოქმედებას აირჩევდა. ყველაზე ბედნიერი ლაშქრობისას იყო. თუმცა ტექნოლოგიებიც უზომოდ უყვარდა. ამის მიუხედავად, იდეალური არ იყო. ყოველთვის ამბობდა ხოლმე რაღაც ამდაგვარს. თუ პირველად მეგავფშიკე ფეხები, მარტო კარგ რაღაცებს ნუიტყვი ჩემზე. ეგ არასდროს მომწონდა. თუ ცოტას მაინც არ დამცინებ, ჩემდამი სამართლიანი არ იქნები. რამდენი ნაკლი მაქვს. ისინი ხომ ჩემი ნაწილია. ასე რომ, ეს შენთვისაა, ემი. მუსიკა, რომელსაც ამბობდა, რომ უსმენდა, და მუსიკა, რომელსაც სინამდვილეში უსმენდა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. სიყვარულის გამოხატვის მისეული გზა გვერდულად ჩახუტება იყო და ფეხის თითები შიმპანზესავით გრძელი ჰქონდა. ვიცი, ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ არ მგონია სწორი ემზე ისე ვილაპარაკო, წარმოდგენაც რომ არ გქონდეთ, როგორი ადამიანი იყო. ახლა კი მთავარზე გადავიდეთ. ემი თითქმის 13 თვის გარდაცვლილი იყო, როცა პირველად მომწერა. მოკლედ, მთელი ამ ისტორიის ხიბლი ისაა, რომ ეს ბიჭი გვიზიარებს სკრინშოტებს მისი და მისი გარდაცვლილი შეყვარებულის. მე სკრინშოტები არ გადამითარგმნია, ანუ ორიგინალშია ინგლისურად და იმედი მაქვს, რომ უმეტესობა თქვენგანი ინგლისურადაც გაიგებს რა წერია, მაგრამ მაინც მე გადავთარგმნი ხოლმე. პირველი სკრინშოტი. 2013 წლის 4 სექტემბერი. ზედანაწილს არ წავიკითხავ, რაღაც ზოგად რაღაცაზე საუბრობენ, ნაკლებად საინტერესოა. გადავიდეთ პირდაპირ ემილის პირველ შეტყობინებაზე. ემილი იწერება. გამარჯობა. ნათანიელი. ვინ არის ეს? ძალიან უცნაურია ემილის აკაუნტიდან შეტყობინებების მიღება. 2 კითხვის ნიშანი. კარგი, მაშინ მომავალში გთხოვ გამომიგზავნე შეტყობინებები შენი აკაუნტიდან. თუ გინდა რომ მისი პეიჯი განვიხილოთ. ემილი იწერება. გამარჯობა. ნათანიელი იწერება. სუზან, ემილის აკაუნტზე ხარ? სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ემილის Facebook-ის ანგარიში არ გამიუქმებია. ხანდახან შეტყობინებებს ვწერდი. მის გვერდზე პოსტებს ვაქვეყნებდი და ფოტოალბომებს ვათვალიერებდი. მისი ანგარიში სამახსოვრო გვერდად გადაქცევა ზედმეტად საბოლოო გადაწყვეტილებად მეჩვენებოდა. ან ეს ემისაც არ ჰგავდა. მის ანგარიშზე წვდომა დედამისსაც, სუზანსაც ჰქონდა. ანუ იცოდა შესვლისთვის საჭირო მონაცემები. თუმცა Facebook-ზე სულ 3 წუთი თუ ექნებოდა გატარებული. კომპიუტერთანაც.
ალბათ ჯამში ამდენივე. თავიდან ცოტა დავიბენი. მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, რომ ეს მისი გაკეთებული იყო. 2013 წლის 16 ნოემბერი. მეორე სკრინშოტში კი ვხედავთ მონაწერების გაგრძელებას. ემილი იწერება. გამარჯობა. მოდი კვირას გადაშლილ ილიქს დავადგეთ. ნათანიელი იწერება. ვინ ჟანდაბაა ეს? ემილი იწერება. The wheels on the bus. ნათანიელი იწერება. თქო მითხარი ვინ ხარ? სიუზანმა დამიდასტურა, რომ ემის Facebook-ზე მისი გარდაცვალების კვირის შემდეგ არ შესულა. ემის ბევრი ადამიანი იცნობდა. ამიტომ მაშინ მე ვივარაუდე, რომ ეს მისი ერთ-ერთი ტექნოლოგიების უფრო მცოდნე მეგობარი იყო, რომელიც ყველაზე საშინელი გზით მეთამაშებოდა. თითქმის მაშინვე შევამჩნიე, რომ ვინც მესაუბრებოდა, ემისა და ჩემი საერთო ჩატის ისტორიიდან ძველ შეტყობინებებს იმეორებდა. მესამე სკრინშოტში ვხედავთ თუ როგორ იწერება ემილი სიტყვასიტყვით იდენტურ წერილს 2013 წელს, რომელიც ასევე გამოგზავნილი ჰქონდა 2012 წლის მაისში. კომენტარი The wheels on the bus იყო პერიოდიდან, როდესაც განვიხილავდით სიმღერებს, რომლებისთვისაც უნდა მოგვესმინა, როცა მანქანით სამოგზაუროდ წავიდოდით, რომელიც არასდროს შედგა. გამარჯობა მილიონჯერ გამეორდა. 2014 წლის თებერვლისთვის ემილიმ ჩემს ფოტოებში თავის მონიშნა დაიწყო. მე მათზე შეტყობინებები მომდიოდა, მაგრამ როგორც წესი, სანამ შევამოწმებდი, მონიშნა უკვე წაშლილი იყო ხოლმე. პირველად, როცა ერთ-ერთ ასეთ შეტყობინებას მივუსწარი, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ვიღაცა მუცელში ძლიერად ჩამარტყა. ის თავს იმ ადგილებში ნიშნავდა, სადაც მისი ყოფნა ლოგიკური იქნებოდა, ან სადაც, როგორც წესი, თავად ატარებდა დროს. ორი მათგანის სკრინშოტი მაქვს, აპრილის და ივნისის. მხოლოდ ამ შემთხვევების გადაღება მოვასწარი. ამიტომ იმ ქრონოლოგიას, რომლითაც ამბავს ყვები, ოდნავ აცდენილია. ახლა ვხედავთ მეოთხე სკრინშოტს, სურათს, სადაც ნათანიელს აქვს დაპოსტილი საკუთარი სურათი Facebook-ზე. ვხედავთ, რომ მონიშნული არის ემილი. აი ამ ფოტოს თუ დავაკვირდებით, სადაც არის ოთხკუთხედი. თუ მივაზუმებთ, ოთხკუთხედის ზევით დაინახავთ თვალის ფორმებს. აი აქ ერთი თვალი, აქ მეორე თვალი და ქვემოთ ღიმილი. ძალიან კრიპი არის. აი არ ვიცი ხედავთ თუ არა, ამას რო გამოგიჩენთ და თქვენც რო შეხედავთ, წესით შეამჩნევთ, როგორ ჩანს აშკარად ერთი თვალი, მეორე თვალი და ღიმილი. დამბურძგლა. ჩემი. აი ეს კარებში უკან ეს უბრალოდ რაღაც განათებაა, რეალურად არაფერი არაა, მაგრამ აი აქ ოთხკუთხედი სადაც ჩანს, სადაც ემილიმ თავი მოინიშნა, აი ამ ოთხკუთხედის ზემოთ ჩანს თვალები და ღიმილი, პირი, ანუ აი ერთი თვალი, მეორე თვალი და ღიმილი. ვაუ. მითხარით რო ხედავთ. აი, გავაგრძელოთ კითხვა. მეორე სკრინშოტის ნახება დამოუწყდა. ეს არის ნათანიელი, თავისი სურათი, ხედავთ, რომ ემილის აქაც აქვს თავი მონიშნული და მის გვერდით, სადაც ის ლოგიკურად იჯდებოდა, ან იქნებოდა, არის ისევ მონიშნა გაკეთებული. აქ სამწუხაროდ არ ჩანს მისი სახე, არანაირი ნაკვთები, მაგრამ შეიძლება აი ერთ თვალს ვამჩნევ. აი ერთი თვალი ჩანს. მეორეს ვერ ვხედავ. ძალიან კრიპი არის, ვაიმე. მინდა გითხრათ, რომ ეს სკრინშოტები მე არ მაქვს ნანახი. ეხლა რეალურ დროში ისტორიას რო კითხულობ, ეხლა ვუყურებ ამ სურათებს. ვაიმე რა კრიპია, ღმერთო, ერთ თვალს ხედავ, მეორეს ვერ ვამჩნევ. კი, აგე ერთი თვალი, მეორე თვალი, პირს ვერ ვამჩნევ უბრალოდ. ღმერთო, ძალიან კრიპი არის, ისეთ შეგრძნება აქვს, თითქოს სულში მიყურებს რაღაც.
და გარეთ კატები კლავენ ერთმანეთს, ამის ჩავიჯვი, ვაიმე. ოხ, ბიჭო, კარგი გავაგზავნოთ კითხვა. დაახლოებით ამ პერიოდში დაძინების უნარი დავკარგე. ძილისთვის ზედმეტად გაბრაზებული ვიყავი. ის ყოველ ორ კვირაში ერთხელ შემთხვევით ფოტოებში ინიშნავდა თავს. მეგობრებმა, რომლებმაც ეს შენიშნეს და მეუბნებოდნენ ამის შესახებ, ფიქრობდნენ, რომ ეს რაღაც საშინელი ხარვეზი უნდა ყოფილიყო. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ იყვნენ მეგობრები, რომლებმაც ეს შენიშნეს, მაგრამ არაფერი მითხრეს. ზოგიერთმა მათგანმა Facebook-ის მეგობრების სიიდან ამომშალა. ამ ეტაპზე ზოგიერთ თქვენგანს ალბათ გაინტერესებთ, რატომ უბრალოდ არ გავაუქმე ჩემი Facebook-ის პროფილი. ნეტავ გამეუქმებინა. რაღაც პერიოდი ასეც ვაკეთებდი. თუმცა იმ დღეებში, როცა გარეთ ვერ გავდივარ, სასიამოვნოა, რომ ჩემი მეგობრები ჩატში არიან. სასიამოვნოა ემის გვერდზე შესვლა, როცა მის სახელს მწვანე წრე არ ახლავს. ემის სიცოცხლეშიც კი სოციალურად მარტოსული ვიყავი. მისმა სიკვდილმა კი თითქმის ბერად მაქცია. და Facebook-ი და MMO-ები ჩემი ერთადერთი ნამდვილი სოციალური გასაქანი იყო. და არის. მოკლედ, ვინც არ იცით, რა არის ინგლისური აბრევიატურა MMO, MMO ნიშნავს Massively Multiplayer Online Game, ანუ ძალიან დიდი მოცულობის online თამაში, multiplayer-ი, ანუ სხვა ადამიანებთან ერთად თამაში რო შეგიძლია და მსგავსი თამაშებია League of Legends-ი, Dota და ასე შემდეგ. მოკლედ მივხვდით, რითიც იყო ეს ნათანიელი დაკავებული თავისუფალ დროს. 15 მარტს გავუგზავნე შეტყობინება იმას, ვინც ჩემი ვარაუდით ემის ჰაკერი იყო. ახლა კი ვუყურებთ ნათანიელის screenshot-ს, სადაც ვხედავთ, როგორ წერს იმ ადამიანს. ნათანიელი იწერება: ამას რატომ აკეთებ? რატომ აგრძელებ მის მონიშნვას? 25 მარტს პასუხი მივიღე. ვხედავთ 25 მარტის მონაწერებს, სადაც ემილი იწერება შუადღის 1 საათსა და 52 წუთზე. ემილი იწერება: გამარჯობა. 2 საათი და 27 წუთი. ემილი იწერება: გამარჯობა. გამარჯობა. ემილი ისევ იწერება შუადღის 2 საათსა და 38 წუთზე. გამარჯობა. ნათანიელი პასუხობს მას 2 საათსა და 46 წუთზე. ეს ძალიან შემაძრწუნებელია. არ ვიცი, რატომ გსიამოვნებს ამის კეთება. ემილი პასუხობს შუადღის 2 საათსა და 50 წუთზე. მერთო ჩემო, დარიჩინი სუნის სანთლები. ნათანიელი ასევე პასუხობს შუადღის 2 საათსა და 50 წუთზე Go to hell, რაც პირდაპირ ითარგმნება ჯოჯოხეთში წადი, მაგრამ ქართულად ითარგმნება როგორც ჯანდაბამდე გზა გქონია. ემილი პასუხობს შუადღის 2 საათსა და 54 წუთზე. ამას რატომ აკეთებ? რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ამ ჩანაწერებს გადავხედე, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ის ჩემს სიტყვებსაც იმეორებდა. ჩემი პასუხი აქ ცოტა უგულოდ ჟღერს. განზრახ არ ვაწვდიდი მას ემოციურ სატყუარას. ეს ნამდვილად შემაძრწუნებელია. აი პირველი მესიჯი რაც წავიკითხეთ ნათანიელის, სადაც ამბობს This is actually devastating. რათა ინტერესი არ გაქრობოდათ ამ თამაშის მიმართ. ვარაუდობდი, რომ ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებდა, სხვების გაჭირვებით ტკბებოდა. ვწერდი ტექნოლოგიურ ფორუმებში, ვეძებდი ამ ადამიანის მიკვლევის გზებს, ვუკავშირდებოდი Facebook-ს, მჭირდებოდა მისი აქტიურობის შენარჩუნება, რათა მტკიცებულებები მომეპოვებინა. სანამ ვინმე იკითხავს, დიახ, პაროლი და ყველა უსაფრთხოების ინფორმაცია უთვალავჯერ მქონდა შეცვლილი. 16 აპრილი. ეს მივიღე. მოკლედ, ამ screenshot-ში ვხედავთ 16 აპრილს ღამის 12 საათსა და 17 წუთზე ემილის მიერ მონაწერებს, რომელიც იკითხება შემდეგნაირად. ჩვენი ჯემი უნდა გავაკეთოთ.
უფალმა დაწყევლა სამანდა მოღოშული სახეს ემოჯი. არა, სხვა. გასვლის შანსი არ არსებობს. გასვლის შანსი არ არსებობს. რამდენი? გარაჟის გვერდითა კარი. გვერდი. მე. ვარსკვლავის ნიშანი. გასვლის შანსი არ არსებობს. ძალიან კრიპია. ეს რაღაც გაუგებარი ბოდვაა. ისევე როგორც ჩვენი აქამდე ყველა საუბარი. ესეც მის მიერ ადრე გაგზავნილი შეტყობინებებიდანაა გადმოტანილი. 29 აპრილი. 29 აპრილის სკრინშოტში ვხედავთ, როგორ იწერება ისევ ემილი 12 საათსა და 23 წუთზე. მოხარშული ლობიო ტოსტზე. მე არ ვიცი. ახლა ხანს არ ვთქვი, იოუ, ნათანიელს კითხე. ნათანიელი. 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 12 საათსა და 47 წუთზე ნათანიელი პასუხობს. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. წარმოდგენა არ მაქვს ამას ისევ როგორ აკეთებ. ვთხოვ, შეწყვიტე. 1 წუთში 12 საათსა და 48 წუთზე ემილი პასუხობს. ვთხოვ, შეჩერდი. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ნათანიელი. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ვერანაირ კვალს ვერ მივაგენი. Facebook-მა მაჩვენა, რომელი ადგილებიდან იყო მის ანგარიშში შესული. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ყველა ის ლოკაცია ჩემთვის გასაგები იყო. ჩემი სახლი, სამსახური, მისი დედის სახლი და ასე შემდეგ. აქ ჩემი პასუხი პროვოკაცია არ ყოფილა. იო, ნათანს კითხე, ჩვენი შიდა ხუმრობა იყო. იმდენად სულელური, რომ ახსნას აზრიც არ ჰქონდა. მაგრამ როცა დავინახე, რომ მანაც იგივე გაიმეორა, ამან უბრალოდ გამანადგურა. რეალურ ცხოვრებაში ჩემი რეაქცია გაცილებით მძიმე იყო. აღარ ძბინის საგარანტიო თანხის დაბრუნების იმედი მაქვს. მისი ბოლო რამდენიმე შეტყობინება უკვე მაშფოთებდა. მაგრამ ამ მომენტისთვის ამის აღიარებას არ ვაპირებდი. 8 მაისი. ამისთვის სიტყვები არ მყოფნის. ახლა კი ვხედავთ შუა დღის 1 საათსა და 7 წუთზე გამოგზავნილ შეტყობინებებს ემილის მიერ. მე ვარსკვლავი. ამ მე ვარსკვლავის ნიშანში ვგულისხმობ I-ს, ანუ ინგლისურ I-ს, რაც აღნიშნავს ქართულად მეს და ტელეფონზე რო არის პატარა ვარსკვლავის ნიშანი ეგ წერია. არ ვიცი თუ ყავს მხოლოდ მსმენელი აუდიენცია და ვინც ეკრანს არ უყურებს, ამიტომ მაინც ვხსნი. მოკლედ, პირველი შეტყობინება. მე ვარსკვლავის ნიშანი. მე ვარსკვლავის ნიშანი. -12. -15. 15 წუთის შემდეგ ემილი აგრძელებს ისევ მოწერას შუადღის 1 საათსა და 22 წუთზე. ჩემი ჯემპრი საშრობშია. ძალიან ცივა გარეთ. მოწყენილი სახის ემოჯი. ძალიან ცივა გარეთ. სიცივე. სიცივე. ნათანიელ. თხოვ, შეჩერდი. მე ვარსკვლავის ნიშანი. სიცივე. ვიყინები. არ ვიცი რა ხდება. ვიყინები. ანუ freezing. პირველი ორიგინალური სიტყვა, რომელიც მან შექმნა. ამის გამო საშინელი კოშმარები მესიზმრება, რომლებიც მხოლოდ ახლახან დაიწყო. მუდმივად მესიზმრება, რომ ის ყინულივით ცივ მანქანაშია. გაყინული, ლურჯი და ნაცრისფერი. მე კი გარეთ, სითბოში ვდგავარ და ვყვირი, რომ კარი გააღოს. ის კი ვერც კი აღიქვამს, რომ იქვარ. ზოგჯერ მისი ფეხები გარეთ, ჩემთან ერთად არიან. 24 მაისი. 24 მაისის სკრინშოტში ვხედავთ პირველი უკვე ნათანიელი იწერება ღამის 10 საათსა და 53 წუთზე. ნათანიელი წერს. ძალიან თვალი ვარ. მენატრები. ვინც არ უნდა იყოს ამ აკაუნტზე, ლეზემ კიდია.
სახლში ბრუნდები სამსახურიდან და ყოველთვის მოველი რომ შენ დაგინახავ კომპიუტერთან. ამას ხომ უკვე გადაჩვეული უნდა ვიყო. ემილი კი პასუხობს ღამის 7 ბოდიში. ნათანიელმა ეს ყველაფერი მიწერა 24 მაისის ღამის 10:50 წუთზე და ემილი პასუხს აბრუნებს უკვე 25 მაისის 00:07 წუთზე. UCT, არ ვიცი UCT რას ნიშნავს, მაგრამ ალბათ იგულისხმება us, ანუ ჩვენ. მოკლედ, ეხლა დავგუგლე რას ნიშნავს UCT და როგორც ნიშნავს, არის ესეც აბრევიატურა და ნიშნავს unresolved sexual tension, ანუ გაურკვეველი სექსუალური დაძაბულობა, რაც აღნიშნავს, როცა აშკარა რომანტიული გზნობები აქვთ ადამიანებს რაიმეს გასარკვევად, ამ დაძაბულობის მიუხედავად ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ამის მიხედვით ეს ტექსტი ნიშნავს, რომ გზნობების ქონა, რომელზეც არც ერთ მხარეს არ უმოქმედია და შემდეგ ემილი ამბობს let me walk. მომეცი უფლება გავიარო. ანუ თითქოს აქ გულისხმობს, რომ ამ გზნობების და მიუხედავად მომეცი წასვლის უფლება თუ საშუალება. თითქოს ესეთი კონტექსტით კითხულობ, შეიძლება ძალიან ვცდები და მაგრამ რაღაც ესეთი შეგრძნება დამიტოვა. კაი, გავაგრძელოთ. სინამდვილეში არ ყოფილვარ მთვრალი. ის არ იყო დიდად მოსიყვარულე გოგო. და ყოველთვის უხერხულად გრძნობდა თავს, როცა ერთმანეთს ვეუბნებოდით მიყვარხარ. ვეხუტებოდით და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენს ვნიშნავდით ერთმანეთისთვის. მას ეს უფრო მაშინ უადვილდებოდა, როცა იცოდა, რომ მთვრალი ვიყავი. ძალიან ხშირად ვიყავი, ვითომ მთვრალი. მისმა პასუხმა მიბიძგა, რომ საბოლოოდ მისი გვერდი დამემორიალიზებინა. იმ იმედით, რომ ეს ამ ქცევების შეკავებაში დამეხმარებოდა. ანუ, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, თუ არ იცით, კი არ უქმებენ page-ს, არამედ Facebook-ის იმ page-ზე რო შევხვალთ, ამბობთ, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ მის სამახსოვროდ შენახულია მისი Facebook account-ი, პროფილი. გავაგრძელოთ. ეს შეიძლება უწყინრად ჟღერდეს მისი წინა შეტყობინების ფონზე, ის გადმოტანილია ძველი საუბრიდან. სადაც ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ მოეცა უფლება მეგობრის სახლიდან შინ წამეყვანა. ეჯახებისას წინა დაფამ, ეგრეთ წოდებულმა ტორპედომ, ემი გასრისა. სხეული დიაგონალურად ჰქონდა გადაკვეთილი. მარჯვენა თეძოდან მარცხენა ბარძაყის შუამდე. მისი ერთ-ერთი ფეხი უკანა სავარძლის ქვეშ იპოვეს. დროში უკან დაბრუნება. 2012 წლის 7 აგვისტო. ახლა კი ვხედავთ სკრინშოტს, სადაც ნათანიელი წერს შუადღის 5:26 წუთზე. ჰეი, სახლის გზაზე ხარ? ემილი, ამ შეტყობინებას რომ ნახავ, გთხოვ დამირეკე. მას შემდეგ, რაც ნათანიელს ემილი არ პასუხობს, ნათანიელი 18 წუთის შემდეგ ისევ წერს ემილის. ამ შეტყობინებას რომ ნახავ, გთხოვ დამირეკე. მაშინვე დავრეკე აქ და მითხრეს, რომ 4-ისკენ წამოხვედი. პანიკას ვიწყებ. ძალიან ცუდად ვარ, გულისრევის შეგრძნება მაქვს. გთხოვ, გემუდარები დამირეკე. და იმის მერე, რაც ამაზეც არ უბრუნდება ნათანიელს პასუხი, უკვე 2 საათის შემდეგ 7:59 წუთზე ნათანიელი იწერება. ემილი, ტელეფონს უპასუხე. ეს არის იმ დღის ჩანაწერები, როდესაც ის გარდაიცვალა. ის, როგორც წესი, სამსახურიდან 5-ის ნახევრისთვის ბრუნდებოდა. ეს და რამდენიმე ხმოვანი შეტყობინება ბოლო შემთხვევაა, როდესაც მასთან ისე ვისაუბრე, თითქოს ცოცხალი იყო. მალე მიხვდებით, რატომ გაჩვენებთ ამას. გუშინ 2014 წლის 1 ივლისი. ანუ თითქმის 2 წელია უკვე ემილის გარდაცვალებიდან გასული. მოკლედ, ბოლო სკრინშოტში ვხედავთ, თუ როგორ იწერება ემილის უკვე მემორიალად ქცეული აკაუნთი საღამოს 7:17 წუთზე. ჰეი, სახლის გზაზე ხარ უკვე? იმის შემდეგ, რაც ნათანიელისგან პასუხს არ ღებულობს,
ზუსტად 15 წუთის შემდეგ ისევ იწერება ემილი. ემილი. იმის შემდეგ, რაც ნათანიელი ისევ არ პასუხობს, 7 საათსა და 58 წუთზე ემილი ისევ იწერება. ამ შეტყობინებას რომ ნახავ, თხოვ დამირეკე, მაშინვე. თხოვ, შეჩერდი. დავრეკე და მითხრეს რომ 5-ისთვის წამოხვედი. პანიკას ვიწყებ. თხოვ, შეჩერდი. სიცივე. იმის მერე, რაც ემილი ისევ არაფერს იღებს პასუხად, ის უკვე 14 წუთის მერე 8 საათსა და 12 წუთზე იწერება. ემილი. ემილი. ტელეფონს უპასუხე. წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. ცივა. ვიყინები. მოკლედ, ეს იყო ბოლო სკრინშოტი. მისი გვერდი რამდენიმე დღეში დავა მემორიალიზე. მას შემდეგ, რაც ფეხით სიარულის შესახებ შეტყობინება მივიღე. აქამდე ჩუმად იყო. ჩემს ფოტოებში აღარ ნიშნავს თავს. არ ვიცი რა ვქნა. გავაუქმო მისი მემორიალური გვერდი? რა მოხდება? თუ ეს მართლა ის არის? გული მერევა. არ ვიცი, რა ხდება. ახლახან Facebook-ის შეტყობინება მომივიდა. ძალიან მეშინია, რომ ფანჯრები გადავცვალო და შევამოწმო. და ისიც მეგობრებო, ჩვენი მორიგი საშიში ისტორია, ჩემი გარდაცვლილი შეყვარებული Facebook-ზე მწერს, სკრინშოტები მაქვს და არ ვიცი რა ვქნა. რა ვიცი, დამეთანხმებით, რომ ძალიან საშიში და ძალიან creepy ისტორია არის. პირველად წავიკითხე ესე ისტორია, სადაც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას და საერთოდ სხვა გამოცდილება იყო ეს ჩემთვის. არ ვიცი თქვენთვის ეს კარგი იყო თუ ცუდი იყო, მაგრამ იმის და მიუხედავად რომ ეს ისტორია უკვე წაკითხული მაქვს, სკრინშოტები არ გამიხსნია. მხოლოდ მინდოდა რომ მეც რაღაც ახალი გამოცდილება მიმიღო ამ წაკითხვისგან, რადგან ეს ისტორია პირველად ადრე წავიკითხე ალბათ 1 წლის წინ თუ რაღაცა და ეს დეტალები არ მახსოვდა. ხო და ეხა ცუდად ვარ. აი, ის სკრინშოტები, სადაც მონიშნული არის და სადაც პატარაზე ჩანს ემილის რაღაც თვალის მონაკვეთები და ღიმილი, აი ძალიან, არ ვიცი, ჩანს თუ არა, რამდენად დაბურძგლული ვარ. ემილის სკრინშოტებიდან მე პირადად მრჩება ისეთი წარმოდგენა, რომ ემილი მოხვდა ეგრეთ წოდებულ ჯოჯოხეთში. ან ჯოჯოხეთში თუ არ მოხვდა ეგრეთ წოდებულ განსატევებელს ეძახიან თუ არ ვცდები, ანუ იმ ადგილს, სადაც თუ ვერც 64-ში ხვდები და ვერც ჯოჯოხეთში ხვდები იქ. ეს ცოტა ის ადგილია, თუ თქვენ ნანახი გაქვთ ჩემი ისტორია და წაკითხული და მოსმენილი გაქვთ აჭამე ღორს, იქაც სიტუაცია ვითარდება ამ ადგილას და იქაც არის ნახსენები ადგილი, სადაც ძალიან ცივა. ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ზოგიერთ ესე ვთქვათ, არა მითოლოგიაში, მაგრამ ისტორიაში ჯოჯოხეთი მაინც და მაინც ძალიან ცხელ ადგილად ჩვენ როგორ წარმოვიდგენთ ხოლმე, რადგან ეს ვთქვათ მედიაში, ფილმებში, ანიმაციებში ეგრე არის წარმოდგენილი, რომ ჯოჯოხეთი ძალიან ცხელი ადგილია, ყველგან ცეცხლია, ყველგან ყველა იწვის, იტანჯება და ასე შემდეგ. ჯოჯოხეთს აქვს ვიზუალი, სადაც ჯოჯოხეთი არის უბრალოდ საყინულე, ძალიან ცივა. სულები და რაღაც სულის გარდანაქმნები არიან შენელებულ ტანჯულ მდგომარეობაში, სადაც იყინებიან, კანკალებენ და მოკლედ ეს ორი ვარიანტია, სად შეიძლება იყოს ემილი და როგორღაც აქვს წვდომა მის Facebook-ზე. Anyways, ჩემი აზრით ძალიან creepy ისტორია იმის წარმოდგენა, რომ შენი შეყვარებული, გარდაცვლილი შეყვარებული, რომელიც საშინელ კატასტროფაში მოხვდა და იგრე საშინლად დაიღუპა, შემდეგ იწყებს შენთვის შეტყობინებების გამოგზავნას, თან ესეთი კონტექსტით. ხო, გაურეკე და გამოვყლებ.
ვაიმე. არა, ფოტოებში საკუთარი თავის მონიშნა და იმ თვალების და იმის დანახვა ჩემი აზრით ამ ისტორიის ყველაზე კრიფი ნაწილი არის. ანუ ეგ რო დავინახე და რო დამბურძგლად მთელი ისტორიის კითხვის დროს დაბურძგლული ვარ და მაჟრიალებს. თავს აღარ შეგაწყენთ, 1-2 სიტყვა რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა გაგიზიარეთ. მადლობა თუ ამასაც მოусმინეთ და არ გამოტოვეთ და რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ამ ისტორიითაც ისიამოვნეთ. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა, ზანზალაკის ჩართვა რომ მომოვალი მსგავსი საშინელი ისტორიები არ გამოტოვოთ. თუ მოგეწონათ, მეგობარსაც გაუზიარეთ. შეიძლება ისიც დაინტრიგდეს ამ ისტორიით და რა თქმა უნდა, გისურვებთ რომ არასდროს არ დაკარგოთ საყვარელი ადამიანი და თუ დაკარგავთ, რადგან ეს ცხოვრება ესეთია, მისი აკაუნთიდან თუ ვინმე რაიმეს გამოგზავნით, გირჩევთ რომ უბრალოდ დაბლოკოთ ეს აკაუნთი. ოთ თქვენთვის და ჩემთვისაც. აბა კარგად, მომავალში ხვედრამდე.